მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მე იმ ადამიანებს მინდა გავცე პასუხი, ვინც მეკითხებით. რა დაგემართათ, სექტა ხართ? მე მინდა გაგცე პასუხი, რომ სექტა კი არა, ფიფქია ვარ, ფიფქია. ფიფქია. ადამიანმა თუ სიმართლე თქვი, ესე იგი სექტა ხარ. სულ ერთია ეს ეხება მართლმადიდებლურ რა ქვია მაგას სისხლისღვრას თუ მუსულმანურ სისხლისღვრას. ესე იგი ადამიანი ყვება თავის ისტორიას, როგორ დააჭრეს მთის ხალხს ძუძუები მართლმადიდებლობის სახელით. რა თქინდა წავიდეთ მთის ხალხთან აგერ მე-12 საუკუნის ისტორიაში, სანამ თამარი აღკვეთ ხალხს შეიწყალებდა და სიკვდილისგან იხსნიდა. კაცებს ყვერებს და ერთ ადგილს აჭრიდნენ, თვალებს ჩიჩქნიდნენ მართლმადიდებლები. რა თქინდა ახლო ისტორიაში კი არა. ძველ ქრისტიანულ ეკლესიაშიც ხდებოდა ასეთი რაღაცები ხალხო. ქრისტეს სახელით ჯვაროსნული ომები იმართებოდა ხალხო, ქრისტეს სახელით. სექტა ხარ? არა ვარ სექტა, ფიფქია ვარ, მე ყველაფერს ვათეთრებ. გეტყვი რატომაც? თუკი დავით აღმაშენებელმა ასეთ გველაძუებს ეკლესიაში შემძვრალ გველაძუებს, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი კავშირი ქრისტესთან, ქუსლები დააცვა და სარებზე წამოაგო. მერე თავად ეს საკითხი მოინანია, რომ უკანასკნელი ნაძირალა ვარო რა, ფეხი დამადგით, გულზე დამადგითო. არავინ არ ვარო, მოინანია კაცმა რა. მაგრამ სამაგიეროდ გველაძუებისგან გაწმინდა ეკლესია. მერე რაქნა? მაგრამ მაინც მე-10 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მაინც ხდებოდა ეკლესიების განაჩენის გამოტანა, ადამიანების თვალების დათხრა, ყვერების დაჭრა, ფეხების მოჭრა, ხელების მოჭრა, ძუძუების მოჭრა და ასე შემდეგ. რა თქვინა მე-17 საუკუნიდან რუსები? საქართველოში ეს არ ხდებოდა? ეხლა ბავშვებო! ჩუმაც! ხოდა საქართველოში ეს რომ ხდებოდა ქრისტეს სახელით, საქართველოში ადამიანები ჯვაროსნულ ომებში რო იღებდნენ მონაწილეობას და როგორ მიხაროდა რომ საქართველოში მეთქი ჯადოქრები არ დაუწავთ მეთქი ცეცხლზე თქო, მაგრამ რა გაიგო ჩემმა ყურებმა ბატონი გელა ბექურიძის პირიდან. ჯადოქრებს კი არა, ადამიანებს წავდნენ, რომლებიც საქართველოს უნარშუნებდნენ თავიანთ მიწაწყლებს ხალხო. ქალებს ძუძუებს აჭრიდნენ თურმე. გესმით თქვენ? და თქვენ გინდათ ახლა მე რომ ეს სიმართლე გამოვაქ სინათლის შუქზე, ეს როგორც სექტად შერაცხოთ, ისე თქვენს აწყლებო თქვენ ადამიანებო, რომლებიც ასეთ სიმართლეებს სექტად რაცხავთ. რაც ქრისტეს სახელით უსამართლობა მომხდარა ამ დედამიწაზე, თქვენ მოგივიდეთ ეგ რა. აი ეგრე გეტყვით პირდაპირ რა. მართლმადიდებლური სარწმუნოების სახელით რა უსამართლობაც მომხდარა ამ დედამიწაზე, ვინც მე სექტად შემრაცხავს, იმას დაემართოს ის. გესმით? სექტა თავად ხარ ჩვილო, რომ ვერ გაიგეთ რა ხდებოდა ამ დედამიწაზე, რომ არ გინდათ გაახილოთ არც ყურები და არც თვალები. და კიდევ მე მომდექი რომ სექტა ხარ. კაკებეშნიკებო თქვენ. ფუფ. მე სექტა კი არა, მე ვარ ქრისტიანი. მე ვარ ჭეშმარიტად ქრისტიანი და ქრისტეს სახელით ვსაუბრობ, გესმით? იმიტომ რომ ქრისტე არ გვიბრძანებდა ჩვენ თვალები დათხარეთ და ყვერები დააჭერით კაცებს და ქალებსო, ან ძუძუები დააჭერითო. არ გვიბრძანებდა ჩვენ და მართლმადიდებლობის სახელით ეს რო ხდება, მე უნდა მომდგე თუ იმას, ვინც ეს განახორციელა ბანძო, შეყრუ და ბრმავ, მე უნდა მომდგე თუ იმას, ვინც ქალებს ძუძუები დააჭრა და კაცებს ყვერები მოაჭრა და თვალები დაუბნელა. შენ ბრმავ შენ. სატანის მოციქული ხარ შენ. თუ კი თავს იბრმავებ.
ადამიანი გიყვება თავის გულის ტკივილს, გეუბნება ესე მოხდა და შენ კიდე გადაუმოწმებლად სექტა შერაცხავს. გველის წიწილო შენ. სექტაც შენ ხარ. და ბაბუაშენის ყვერებით შენ ხარ რა, რო იცოდე. თუ რამე შემეშალა მომიტევეთ მეგობრებო, თუ რამე არასწორად თქვი უწმაწური სიტყვები. აუცილებლობას წარმოადგენს ეს რომ დაამატო რომ მე თქვა რა ბოდიში მოიხარა. რა ბოდიში არა ის კიდე ხალხო. ესეთ ხალხს და პირდაპირ ატაკო ის რაც არის. ბაბუაშენის ყვერები ხარ ზუსტად როცა ამბობ ჩემზე სექტას. გესმით? მიყვარხართ ყველანი, ოღონდ ბაბუამისის ყვერებიანები არ მიყვარან რა, ნამდვილად. ისინი არიან ბრმა და ყრუ ხალხი. გისმენ დედიკო? უი დაგალევინო? ბავშვებო ნახეთ, მეგობრებო ნახეთ რა უნდა რომ დავალევინო ეხლა ჩემ ბაიას. რაღაცა მომიტანა და უნდა რომ ეს რაღა გაქვს? პატარა. ეს მე ფიფქია ვარ დედიკო. არ ხარ ფიფქი არა. აბა რა არის ეს ფიფქია არის ეს? არა, დათვი ხარ. დათვი? მაშინ დათვი ვარ. დათვის ყურები. დათვის ყურები მაგ? აბა ნახე, კარგად შეხედე რა არის. აი, დათვის. აბა რა არის ეს? მითხარი რა არის? ლაიფი. ლაიფია, ხო? მე ლაიფში ვარ. დედა. ის დამალივინე. ეხლა ვედედიკო დაგალევინე, მოიცადე ერთი წუთით კიდე რაღაცა მინდოდა რომ მეთქვა რა. მოიცადე რა უნდა მეთქვა დღეს რა უნდა მეთქვა? ხალხი ხო? ჭკუაზე არ არის რა. იმდენად დაბრმავებულია, რომ აი ხალხო იცი როგორ საშინელებათა ფილმში მგონია რომ არ. თუ კი რამე საშინელებათა ფილმი წარმოქმნილა ამ დედამიწაზე, ეს მთლიანის ეხლა სადაც მე ვარ და რა საზოგადოებაშიც მე ვარ, აი ის არის რა. მერცხლების გარემოცვაში ვარ ხო? მადლობა კეთი. აი, პეჭიჭინა ბაია მყავს ეს. დედიკო, მინდი უთხარი ახლა შენ ხალხს რატომ მოდიხარ ხოლმე ლაივში რომ შევდივარ მაინც მაშინ. მინდი უთხარი ხალხს. რა? რატომ მოდიხარ ხოლმე და მაწუხებ? ჰა? არიცი? რა კიდე? რა და გეკითხები. მე რომ ლაივში შევდივარ ხოლმე, შენ რატომ მოდიხარ და მაინც მაშინ რატომ მეუბნები? დედა, მაშინ რატომ მოგიდება ხოლმე ყველაფერი? არიცი. არიცი? არ ვიცი მაშინ. ოღონდ ვიცი კიდე. ხო, მოკლედ ეს დედა ჩავისხი. ოჩა. გადავიდე. ხალხო, ფიფი. თქვენ აზრი არ ხართ. აი გველაძუები, რეპტილოიდები და შემძრალი ჯოჯოები ეკლესიაში რეებს არ აკეთებენ ადამიანები, რომ გაანადგურონ. ჯადოდან დაწყებული რეალურ ფიზიკურ ზეწოლაზე გადასული ხალხი საპატრიარქოდან, ხო? რომლებიც მართლმა დიდებლობას ირქმევენ. ეხლა გეტყვით რა, მოდი ერთი რამე მინდა გკითხოთ რა. მე ვარ ადამიანი, არც პატრიარქი და არც მატრიარქი. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი რა. აი აქ ცხოვრობ ასურეთში. ჩემს შვილებთან 3 შვილი მყავს და უამრავი საქმე მაქვს სახში. მყავს მეუღლე და მაქვს ჩემი საქმე რა. ეს ადამიანი, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ გააჩნია გარდა ქრისტიანული ვალდებულებისა, რომ ადამიანმა ადამიანზე უნდა იცილოს. არანაირი სახელმწიფოებრივი ვალდებულება მე არ გამაჩნია, არანაირი ვალდებული მე არა, ვალი არავის არ მაქვს, არც ბანკის და არც მადლობა უფალს, არც არავის, რომ მე ვიარო ხალხთან და გულის ტკივილი გავიზიარო ხალხ. არანაირი ვალდებულება არ მაქვს მე ამ ქვეყნიური პარლამენტისაგან თუ სასულიერო პირებისგან დაკისრებული, მაგრამ მე მაქვს ერთი ვალდებულება, ქრისტესგან დაკისრებული რა.
თუ გინდა რომ ქრისტეს მსგავსი იყო, უნდა აკეთო ეს საქმე. იარო კარ და კარ. კარ და კარ დავდივარ და შენს კართან გავარ, იქნე ეგების რამე გიშველო, ხო? იქების გამიღო კარიო. შენ უნდა იდგე ადამიანებთან, ხალხო, ვისაც სჭირდება ეს დახმარება. და მე ვაკეთებ ამ საქმეს, ხალხო. და იცით რას აკეთებს თქვენი პატრიარქის მოსაყდრე? აღარ ილიას რაღაც შეუძლია იგდებს სასყიდელის არის. მოდი ილიას მოსაყდრეზე ვისაუბროთ, ვინც მაგისი სახია, ხო? მაგის საქმეს უნდა აკეთებს. იცით რას აკეთებს? ჯიპებიდან ჯიპებში გადანაცვლება კარგად შეუძლია, კარგად შეუძლია ჭამა-სმა, კარგად შეუძლია გაარჩიოს, რამდენ ევროიანი არის ესა თუ ის ფეხსაცმელი. მაგრამ მას არ შეუძლია გაარჩიოს, ვის ტკივა ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში ისედაც 2 მილიონი თუ გავარ დარჩენილი, იმაზეც მადლობა უნდა თქვათ. გული ვის ტკივა ამ დედამიწაზე, ვინც ვერ გამოთქვავს და ვერ გამოაქვს ხალხში თავისი სათქმელი, ვისაც ამ სოფლისა ტკივილები და იარები 4000 წლის თუ 2000 წლის თუ 200 წლის თან დააქვს, ხალხო. ამაზე სასულიერო პირები არ უნდა ზრუნავდნენ თუ ამაზე უნდა ზრუნავდეს მარტო ქრისტე 2000 წლის წინ რომ მოვიდა? და ესენი ქრისტეს სახელით მერე ჯიპებით ხალხს უნდა ძარცვავდნენ? ეს არ არის სექტა? მე რომ მეუბნები სექტა ხარო, ესენი ვინ არიან? ესენი არ არიან სექტა? თუ ესენი მაგარი ტიპები არიან, მაგათ ძალიან მაგარი ფულები აქვთ და თანაც ზედა კაკებია, აი მაგათი ზედა მხედველი და უშიშროება. ეგენი მაგარი ტიპები არიან რა და არა სექტა, კაცო, რა სექტა შვილო. ეგენი მართლმადიდებლები არიან, ეგენი არიან ძმა, ჩავიკუზები, ახლა ისე გელაპარაკები. ეგენი იცი ვინები არიან? ყველაფერს აკეთებენ ამ საქართველოში. კარგად რო იყოს ქართველები რა. აი ყველაფერი გააკეთეს. ხო ბლად. თუ ბლად. ყველაფერი გააკეთეს უკვე, ხო? და ეხლა დაჯდნენ და ფეხზე გადაიდეს და სიგარეტები გაიჭეს პირში. და მუცელში ჩაი ყარეს მთელი რაც კი არსებობს საჭველი, ხო? რა მაგრები არიან და რა მაგარი ქრისტიანები არიან? გული გამინათდა ძმა. იცი როგორ გული გამინათ და ქრისტიანული საქმეა ზუსტად ესენი რასაც აკეთებენ რა. ვის ჩემ ფეხებად ჭირდება ეხლა ავიდე სადღაც მთაში და გულის ტკივილი გაიზიაროს ვიღაცა ადამიანის, რომელიც საქართველოს გადასარჩენად მისი წინაპრ 5 გენოციდი გაიარა ადამიანმა, მისმა გვარმა. ვის რაში სჭირდება ეგეთი ადამიანი? ჩვენ ხომ ეხლა კაკების შნირები ვართ, ჩემი და რაღაცა? ესეთი საუბარი რო წავიყვანა, უფრო დაგევასები, ხო და სექტანს აღარ მიწოდებ, ხო? ბელენჩო რო კი არა, ბაბუაშენის ყვერო მართლა რა. ფუფ, ვინ ახარ შვილო, ესეთი ბრმა. გაგლანძღავთ კი არა, გაგინებთ კი არა, დაგწყევლით კი არა, იცი რას გიზავთ? ბოლო ჟამია მეთქი ხალხო. სექტანტი ხარ, სულ გადარეულ ხარ. კაცი ყვირის უკვე აღარ შეუძლია. მიდი ბიჭო იმ ადამიანთან, ადი. ქვემოალვანშია. აბა გაიკითხე, გელა ბექურიძე, გაიკითხე გელა ბექურიძე. მიდი და პირში უთხარი რომ სექტანტია, აბა. თუ ტრაკი გაქვს ბაბუაშენის ყვერო მართლა რა. შეხედე თვალებში და ნახე რო არ არის სექტანტი. ჩახედე თვალებში და გაიზიარე მისი მწუხილი. არა, ილია როყად კოშკებში გამობნენდილი და გამოჭედილი სარეცელზე როზის და აყროლებული რო არის ნახევრად ის არის ქრისტიანი, ხო? ბანძო შენა. სადაინტერესებდა ილიას, როცა ძალა ჰქონდა და დადიოდა და არ კანკალებდა ესე. ვის აინტერესებდა ესეთი ხალხი? დადიოდა კარდა, ეკითხებოდა ხალხს, რა უჭირს?
არ არის ხო ეგ სექტანტი, ეგ ტრაწი ეგა. არა, მე ვარ სექტანტი, ხო? მე ვარ სექტანტი, მე გავაფუჭე ყველაფერი ამ საქართველოში. მე მოუღე ბოლო ამ საქართველოს. კი, აბა რა, არა, ილიამ გადაარჩინა. ბანძებო თქვენ. მართლა ფიფქიას ხომ არ დაუძახოთ? მოვიდეს ერთი და მოიყვანოს თავისი 7 ჯუჯა. რას ფიქრობთ? Habe ich nicht. Ich hab doch da rumgeschnitten. Was? Doch da rumgeschnitten. იცი რას მეუბნება დედაჩემ? ფრთხილად იყავი შვილო, რამე არ გაგიჩალიჩონ, რო დადიხარ ესე. იმის მაგევრად რომ რა მაგარ საქმეს აკეთებ. ქრისტია შენთან და ვერაფერს ვერ გიზავენ. გამიჩალიჩონ, რას წამართმევენ სხეულს? ხორც, მათი იყოს თუ უნდა. წამართვა. სექტანტები ბათ რაც ხავენ სხვებს იცით თქვენ ალბათ, ხო? ხო, შენი მამათ მავალი ილია არის სექტანტი, რომელსაც ქვია მართლმადიდებელი და საერთოდ არაფერი არ აცხია მართლმადიდებლობის რა. ეგრე გეტყვი ზუსტად რა. და მისი თანაშემწეც და მისი ყველა მოციქული 12-ვე არის მამათმავალი სექტანტი. ვითომ ქრისტიანი ხო? ეგრე არის რა, ძმაო. და შენ თუ ბაბუაშენის ყვერი არ ხარ, ამას მიხვდები რა. და თუ ბაბუაშენის ყვერი ხარ, ისე ბაბუაშენის ყვერში ზიხარ იცოდე რა. ეხა დედაჩემი მეტყვის, კარგი გეყოფა ამდენი ცოტა, კარგი მეყოფა კი არა, სულ ამას უნდა ვიძახდე ხალხი, როგორიც არის მაგას უნდა ვუწოდებდე რა. 24 საათი. გამოდი მაგ ბაბუაშენის ყვერიდან და გახდი ადამიანი. გესმის? გაახილე ყორი და თვალი. ფუფ. რა ბანძია ეს ხალხი რა, გადავირიე რა. როგორ დააბრმავა ესე ამ ხალხმა, როგორ აი ამ 12-მა მამათმავალმა სატანამ როგორ დააბრმავა აი ეს ქართველი გენი რა, გამიკვირს ეგრე. აი ბრავო რა სატანას რა, ბრავო რა ესეთი მაგრა დააბრმავა და დააჩოლუნგა ეს ხალხი რა. მოდი რა სატანაც შევაქოთ ერთხელ რა, არ შეიძლება. შილო ეს რატო დააქციეთ, ჰა? ო, იქნება სატანას რო დაუწყო, ქება მე აღარ მოვეჩვენო ისა სექტანტად რა. იქნება მე ქრისტიანად მოვეჩვენო ამ გადმოტრიალებულ თავიანებს. დედა. ხო დედა. მე გაძლევთ ნებას რა, ყველას გაძლევთ ნებას. ვინც კომენტარში წაიკითხავთ ესეთ ლეობას წინა სიტყვის ასობგენას მომაშე, შეგიძლიათ ეგრევე დააცხრეთ და უპასუხოთ საკადრისი რა. ვინც წაიკითხავთ ჩემს ვიდეოებში ადამიანები, რომელიც ბრმა ხალხი მე ან სექტანტს მიწოდებს, ან კიდე რამე სხვას რა. შეგიძლიათ ეგრევე დააცხრეთ თავზე და გაანადგუროთ ის. სიტყვა ზალა აქვს ხალხო, ამოიღეთ სიტყვა და ხმა. მარტო მე უნდა ვიბრძოლო მართლა? მადლობა გაზიარებისთვის, ვინც აზიარებთ ვიდეოებს და მადლობა იმისათვის, რომ რამდენიმე ადამიანია, რომელიც იბრძვის და ის ადამიანი, რომელიც იბრძვის, ის ხდება თუ რამხელა ბრძოლა მიწევს მე, მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელში ჯერ მარტო და მე სულიერში აქ დანარჩენი, რასაც ჯადოებს და იმებს აკეთება, იქ კიდე რამდენი ძალისხმევა და კიდე რამდენი ძალისხმევა სჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ერულ ცხოვრებას ყველა ქალმა კარგად იცის რა და კაცმაც კარგად იცის ალბათ, მაგრამ ვინც ამას ვერ აფასებს, აი სწორედ ის ბრმა ადამიანია, რომელიც სექტას მიწოდებს, რა ბაბუაშენის ყვერო მართლა რა. წავედი ახლა მეგობრებო, ეს რაღაც ახალია. ახალი ტერმინოლოგია ბაბუაშენის ყვერო, არსად არ გამიგია, რა ახლა მოვიგონა ესეთი რა. ზუსტად.
წავედი მეგობრებო და მოკლედ მაგრები ხართ რა ყველანი ვინც ხედავთ ნათლად რა აი მადლობა თქვენ მართლა რა